კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი განაგზობს პირდაპირ ეთერში ინტერნეტ, ტელე და რადიო მაუწყებლობას, თქვენ უყურებთ და უსმენთ ობიექტივის საღამოს სტუდიას, მე ჟურნალისტი ბონდო ბძინარაშვილი ვარ და გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარია ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ბატონი რეზო ამაშუკელი. დიდი მადლობა ბატონო რეზო სტუდიაში მობრძანებისთვის. თქვენ გისმენთ საზოგადოება, თქვენ აზრს ანგარიშს უწევს ხალხი, არა მხოლოდ ეთანხმება, არამედ თქვენს ეთანხმებით ხალხს იმ დამოკიდებულებაში, რასაც ისინი გამოხატავენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური პარტიის მიმართ, შესაბამისად ძალიან აინტერესებთ თქვენი მოსაზრებები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც დღეს ვითარდება ქვეყანაში და ეს სრულიად ბუნებრივია. თუ ადევნებდით თვალყურს ბოლო დღეებში პარლამენტში განვითარებულ პროცესებს და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რა ვითარებაა დღეს ქვეყანაში. შესაძლებელია თუ არა ამ უმძიმესი მდგომარეობიდან მალე გამოსვლა ჩვენი ქვეყნის, მალე გარდატეხა სირთულეების, რაც არის ქვეყნის წინაშე, გაქვთ თუ არა ნდობა ამ ხელისუფლების მიმართ და რა სიტყვით იმ პარლამენტზე, რომელმაც ნდობა უნდა გამოუცხადოს დღევანდელ მთავრობას. ურთულეს სიტუაციაში ვარ მე თვითონ ესე ფსიქოლოგიურად ამ წუთში განწყობა მაქვს ძალიან ცუდი. წინა გამოსვლა ვიყავი მე სხვადასხვა სამი რამოდენიმე დღის წინ და იგივე მინდა ახლა დასაწყისში გავიმეორო. მე ვეღარ ვხედავ ჩემო ბონდო ძვირფასო ვერავით არ აუცილებლობას აზრს ვერ ხედავ იმაში რომ მე გამოვიდე რაღაცა თქვა ინტერვიუები მივცე რაღაც ურთიერთობა მქონდეს მედიასთან ჩემი აზრი გამოთქვა ეს წყლის ნაყვა რისთვის ვიომე მე თელი ჩემი ცხოვრება და არა მარტო მე როცა ვამბობ მე ვიომე რა მე ესა სუოровი ვარ თუ ამას რატო ვამბობ მე ვიდექი იმ ხალხის გვერდით ვისაც რწმენა ქონდა ვინც გიბრძოდა იმის გამო რომ ის საშინელება და ის დამოკიდებულება თავის ქვეყნის მიმართ რაც ნაციონალებს ჰქონდათ ჩვენ ღირებულებების გამო ვიდექით იქ სადაც ვიდექით ეხლა რა გამოდის ეხლა მე ესე იგი ჩემი ჯანმრთელობა ჩემი ყველაფერი მე გადავდე განა არ ვიცი მე რომ ის 9 წლის მანძილზე რა ლექსებსაც წერდი მე ის არ იყო ჩემთვის ის პოეზია რომელიც მე შემეძლო რომ ეწერა და რომელიც მე მიმაჩნია რომ ნამდვილი პოეზიაა. მაგრამ ასე ჩავთვალე რომ იმ დროს ომი იყო საჭირო. მე რესპუბლიკელების ხირხილის მოსასმენად და იმათ ასაღზევებლად არ მიომია. დარწვიომე მე დღეს პირდაპირ ვაცხადებ სანამ რამეს ვიტყოდე მე აქ მოვედი პირველ რიგში იმის გამო რომ ბოდიში მოუხადო მსმენელს, ბოდიში მოუხადო ჩემ თანამოაზრეებს ბოდიში მოუხადო იმ ხალხს მე ვინც მირეკავს და პატივისცემას მიდასტურებს მე ნურას უკაცრავად მე სამაიმუნოდ და მოსატყვე მაგისტრის არ წალია მე უნდა დავამთავრო ესე იგი როგორც სიტყვიან ესე იგი ჩემი ერთი მეგობარი ამბობს წავიღებ ჩემს სათამაშოებს სახში და ჩავიკეთები მე მივდივარ აბსოლუტური მარტოობისკენ იმიტომ რომ მე ამდენი თვალწმახცობა არ მეგონა თუ არ შეიძლება და ყოფილიყო ქვეყანაზე ეს რა არის ფაქტურად მოხდა პირდაპირ აი ეს იყო ნამდვილი გადატრიალება ის კი არა 1 ოქტომბერს რომ მოხდა ის არ იყო აი ეს იყო ვისაც მე შეიძლება ეს ჩემი ღმერთმენა შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ მე აღარ მაინტერესებს მე ვინ დამეთანხმება და ვინ არ დამეთანხმება ერთი წელი მიკლია 80-ს და გადავწყვიტე რომ ესე იგი არ ვღირვარ ჩვენი მათ რომ თავის შევაკლა რაღაცებს ესე იგი და მე გამომივარ რა ქვია ეს ლევან ბერძენიშვილი და დამიწყებს მაღალ იდეალებზე და ლიტერატურაზე ლაპარაკს რამ შეაძულათ ეს ქვეყანა ეს გამაგებინეთ მე თქვენ გასაგებია ბატონო ამერიკა გვეუბნებიან რომ შიმშილს გადაგვარჩინა მოგვეხმარა თქვილა მოგვეხმარა თუ ისა რა ქვია ჩვენი თვალები მოწონდა თუ რაში იყო საქმე მე მაშინ გამომიცხადო პირდაპირ რომ ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ლაბორატორია ან შტატი ან
ანის ხალხი ვარ, რომელსაც შეიძლება როგორც უნდა ისე მოქმედონ. ეს რას ნიშნავს? ბატონო რეზო, როდესაც თქვენ აცხადებთ მარტოობისკენ მივდივარ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარ იაქტიურებთ საზოგადოებრივ ასპარეზს. აღარ ვიაქტიურებ. ეს არ არის გაქცევა ბრძოლის ველიდან. თქვენ მებრძოლი ადამიანი ხართ და სწორედ ამიტომ გეკითხები. რატომ ჩაიქნიეთ ხელი, ბატონო რეზო? მე არ ვიცხოვრებ იმ რეჟიმში, ესე იგი რეჟიმს როცა ვამბობ, იმ სიბრტყეში, სადაც ცხრაღობეზე გადამხტარი და ყველა დროს მორგებული ხალხი, ესე იგი, არის ფაორში და ჩემი აზრის მოსმენა არავის არ უნდა. იმაზე ვლაპარაკობ, ვისაც ამ აზრის გათვალისწინება შეუძლია და მე ამ აზრის განვითარება. მე ხوار ვინმეს მე თანამდებობა მოვთხოვე, თუ რაშია საქმე. მაგრამ როცა მოვიდა ბატონი ბიძინა რა, კაცაში ჩაუხდე პირდაპირ და იყო წრე დაერთხეს ესე. და მე არ ვიკადრე. მე დღეს ბოდიში მინდა მოვხადო. აქედან უხდე ბოდიშს. რა საკვირველია ბატონ ბიძინას და ირაკლი ღარიბაშვილს, იმიტომ რომ მე უერთგულესი. აი ეხლა რო წაესვიენ. აი ხლა რო წაესვიენ ირაკლი ღარიბაშვილს, განსაკუთრებით პატივისცემ და განსაკუთრებით აი ხაზგასმით ვიქნები მის გვერდით, როგორც შემეძლება. მაგრამ ის რომ მე კიდე ინტერვიუები მივცე, სადმე მივიდე, გამოვიდე, ჩემი აზრი გამოვთქვა. ვინ მიგდებს ხურს მე? ვის რაშია ინტერესი? ბევრი ადამიანი გისმენთ, ბატონო რეზო, დარწმუნებული ვარ, ეხლა მაყურებლები და მსმენელები ძალიან შეშფოთებულები არიან ამ თქვენი განცხადებით, რომ თქვენ მათ აღარ მიმართავთ და ინტერვიუები აღარ გექნებათ და სატელევიზიო გამოსვლები. ბონდო, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ და მაგათ დაიტრაბახეს, ის შეასრულეს. გინახავთ სადმე თქვენ ლევან რამიშვილი ამ ბოლო დროს ან ტელევიზიით ან პრესაში ხო არ სადარჩა? არა, არ სადარჩა. ამას წინათ მოვკარებ გიგით ევზაძეს თვალიდაც. ის ბუდე, რასაც თავისუფლების ინსტიტუტი ქვია. თქვენ ნუ გონიათ რომ ის არ მუშაობს. ის მუშაობს და მუშაობს როგორც არასოდეს ისე. აი დავაკვირდეთ ეხლა ესე იგი. ამას წინათ თქვენთან თქვი, სხვა შორის ეხლაც მინდა გამიმეორო, რომ მე ნენელა ლოგიკურ დასკვნამდე მივიყვანო ჩემი გადაწყვეტილება და ის რის გამოც მე მოვედი დღეს აქ. როცა არის ლაპარაკი იმაზე, რომ აი ზონდერები არიან ისევე სამართალდამცავ ორგანოებში, პროკურატურაში ისევე ნაციონალები არიან. სასამართლოში. მე ვეთანხმები და ასეც არის ეს. და იმასაც ვეთანხმები, რომ ერთი ხელის მოსვლით ამის გაკეთება არ შეიძლება, არ მქონდა ამის პრეტენზია. მაგრამ ის ხო შეიძლებოდა, რომ რაღაც ნიშანი მაინც მოგცემოდა ჩვენ ესე იგი, ხო? ხმის ჩახლეჩამდე ვყვირი ვარ, რომ დააპატიმრეთ გიგა ბოკერია და გივით თარგამაძე. ახლა მე ის რატო ამბობ ამას? ეს სწორია დაუშვათ, რომ იქ ზონდერები არიან. რატომ იმაზე არავინ არ ფიქრობს, რომ გამფენილია სატელევიზიო ბადე და ჩვენი მასმედია აი იმ გამობრძმედილი ჟურნალისტების რომლებსაც გაათეთრეს ის რეჟიმი, რომელმაც ჩემი სამშობლო მოსპო. ჩემ შეურაცხყოფაზე არ არის აქ ლაპარაკი. ერთმა ჟურნალისტმა მე უზდელი დამეძახა, მე რა მეტრეველი როა. და ერთ ხურში შოუში მეორე არ მივაქცია ყურადღება. ჩემ შეურაცხყოფაზე არ არის ლაპარაკი. შეურაცხეს ყველაფერი ქართული რაც არსებობდა. ეხლა დავაკვირდეთ ესე იგი ამ სპექტს, რაზეც მე ვლაპარაკობ. სახეები ხო ერთი და იგივეა. წყილებივით დახტიან ერთი არხიდან მეორეზე, იქიდან გაუშვებენ ის მოვა მერე აქ. აქედან მერე გადავა იქა და მერე ეხლა იმ დღეს ვშვი და კიდევ ვიმეორებ. ის ხალბატონები, რომლებიც ესე გამოვიბრძვდნენ რუსთავი 2-ში, ეხლა თავიანთი სვეცკი გადაცემებით ყველაფერს ნენელა აგლუებენ, იმიტომ რომ უნდათ რომ ეს რაც იყო, ვითომ არაფერი არ მომხდარა. როცა იგივე დამნაშავეები არიან და მე ამას დავამტკიცებ თუ საჭირო იქნება და შეიძლება 10-ჯერ მეტად დამნაშავეები არიან, ვიდრე ის ვინც წაქცეულ კაცს ურტყამდა 26 მაისს. იმიტომ რომ ამას შექმნეს იდეოლოგია, ის იდეოლოგია, რომლის გამოც ისინი მოვიდნენ აქ. აბა დავაკვირდეთ ახლა. უნდა მაპატიო რა მე ჩემი სპეციალობის გამო, ამასინათ ახლა არის ერთი არაჩვეულებრივი მაგარი კაცი და დიდი ექიმი და მთელ საქართველოს უყვარს არის ესეთი გელა მოხაშაურია. პროქტოლოგია რა.
და ჩემი შედარების შესამოწმებლად გადაურეკე სხვათა შორის და რაშია საქმე. აი ამ ბომონდმა ესე იგი ამ არ მინდა ის სუდი სიტყვა ვიხმარო ქალბატონებმა რომ დაისიეს ეს ტუჩები ამ სილიკონები და დიდი ლაშები რო აქვს ესე იგი დაურეკე მე ვთხარი შენ როგორც პროქტოლოგს ეს არაფერს არ გაგონებს მეთქი მე ვთხარი იმიტომ მინდოდა ჩემი შედარების შემოწმება იმიტომ მე სულ რაღაცას ვადარებ ზუსტი ხარ ძმაო это последняя стадия геморроя მითხრა აი ჯერსედი რას დაემგვანენ შეკაი დედმამიშვილო მე მინდა რუსთავი 2-ს უთხრა და გვარამიას მაგრამ რო ახველებს მაგასაც და წითელი ტუპლებით რომ მოპაკუნდა როდესაც ამხელა მას დესანს გადასხამდა გაშლი საზოგადოებაში ბაზრებში და იმგენში მე განა არ ვეთანხმებ იმას რომ ხალხს უჭირს და ის რაც იყო სიმართლეა მაგრამ ეს იყო ის სპექტაკლი რომელმაც გულის ამრავი სპექტაკლი როგორ მიაწოდებს საზოგადოებას ეს არის მარტო მიწოდებაზე არ არის ხალხმა ამოიცნო გვარები და ვიღაც ეს იყო დიდი ხნის ნამუშევარი მაგრამ ჭკვიანურად მოფიქრებული აი ეს კამპენილისა და მე ეს არ არის საბოტაჟი ეს არ არის პირდაპირ მოწოდება მისი რა ქვია სახელმწიფოს გადატრიალების და აქედან მხარე რას ვაკეთებთ ჩვენ ესე იგი თუნდაც ჩემი ჩათვლით ესე იგი რას ვაკეთებთ გამოდივართ გულზე ხელს ვიბრახურებთ და არ გამოვა ესე აი ახლა კიდე იქ ბრუნდები მე პატარა ბავშვით რო გააღიზიანებენ ისე იქ ბრუნდები დაუშვათ ეს არის საზოგადოებრივი არხები აი ეს რა ქვია ბიზნესი კერძო ბიზნესი საზოგადოებრივი არხმა ახლა გამოსცა რაღაც პრიორიტეტები აი შენ როგორც გამოსცილ და ჟურნალისტ გთხოვ გადაათვალიერე თუ შენ ერთ სიტყვას იპოვნი ან სამშობლოზე ან ქართულს ან ზნეობას ან ეკლესიას ან რამეს აბა რაზეა საზოგადოებრივი აზრი საიკითხეთ რაზეა იმ დროს ვიდა კიდევ ვიმეორებ ესე იგი შვიდობით იარაღო გერტრუდა სტაინივით რო დაждდება ეს ბაბლოანი ახალ მოდის ესე რა ქვია მანანა ორბელიანი და არის დიდი ვახშმობები და ესე ვისი ფულით რაც ჯერ ეს ერთი ეს ვითომ ემანსიპირებული ისა ქალბატონი რომელიც ღრმას სიღრმეში რო ჩაიხედავ იქ ისეთი პროვინციალური ჭია ჩანს რომ ვერ წარმოიდგენთ იმიტომ რომ მაგა თავიანთი თავი უკომპლექსოები გონიათ ესეც კოზირიდესთან დაждდა კიდე და ამ ქალბატონმა მე უნდა საღამოობით ის რა ჩამიტაროს ისენი რანდევუები გამოჩენილ ხალხთან ნახევარში ნაციონალები უზისიქა ჩემი ფულით და შენი ფულით დაფინანსებული 40 მილიონიანი არხი გასაყრელია სულ იქიდან თავიდან ბოლომდე ერთი ვერ დავიჭირეს ბარათაშვილია თუ ვინ არის ერთი რომ დაველაპარაკო ესე იგი რაშია საქმე ამას რატო ვლაპარაკობ იცი ვერ დაუპირისპირდა საზოგადოება და სახელმწიფო ეხლა მეტყვია რომ თავრობა არ უნდა ჩაერიოს აბა რაში უნდა ჩაერიოს ბოლოს და ბოლოს ამაში არ ჩაერიოს იმაში არ ჩაერიოს ეხლა კიდე იმაზე არის ლაპარაკი ახდენს გავლენას ეს საზოგადოებაზე აი ძალიან ცდილობენ ნაცმოძრაობის ნაცსექტანტები ასე ვთქვათ მე მათ სექტანტებს ვუძახი უკვე 3 წელია და კარგია რომ პრემიერ-მინისტრმა ეხლა მათ უწოდა სექტანტები ცდილობენ რომ შემოაბრუნონ თავიანთკენ საზოგადოებრივი აზრი მაგრამ მე არ ამგონია რომ ეს გავლენას ახდენდეს ხალხზე შეიძლება არ მოწონდეს ვიღაცას ქართული ოცნების ხელისუფლება რაღაც დაპირება არ შესრულდა ხალხი უკმაყოფილოა გასაგებია დალხენილი ცხოვრება არ არის ქვეყანაში მაგრამ ეს ხალხი ნაცმოძრაობასთან მაინც არ დაბრუნდება მაგას არ ვამბობ მე ამ წუთში თუ ზომები არ იქნა მიღებული ნუ დავიკრებთ გულზე ხელს ცოტა სხვა რამები ვიცი მე ვიდრე ვამბობ ამ წუთში ჯერ ეს ერთი ის მნიშვნელობა ხალხი რადგან ღიზიანდება ესე იგი ამას მნიშვნელობა აქვს არ შეიძლება რომ აი რაღაც სულელური თამაში რომ მოიგონეს ამ საზოგადოებრივ არხზე სანამ ის დაიწყება მოამბე 15 წუთი იმას სიტყვა გამოიცნოს და რაღაც რომ ვიღაცა მომღერალობა რაღაც ერთი გადაცემა არ შეიძლება რომ ქართველ კაცს ახლა დამაბრუნებენ რომ მე ვარ ორთოდოქსი და კონსერვატორი ვარ ბატონო ვარ იმიტომ რომ თვალდა ხელშუა დაიფშნა ყველაფერი აი დღეს უსმენდი როგორ უნდა გაბედოს ამ მოკლე ხელებით ამ
მოარულმა ენციკლოპედიამ ამ ლაშა ბუღაძემ გააქილიკა ლევან ვასაძე რომ ჩოხიძე და პატრიოტულ ლექსებს წერს და ისე აბა როგორი ლექსებიც გინდათ დღე და ღამე იმედზე ირაკლი დეისაძე უზით იქა თავისი და მე უკვე აღიარებული ვარ და იპრანჭებიან იქა და ცოდვებზე ლაპარაკობენ და აქეთ წამოხვალ და ეს ლაშა ბუღაძე რომელიც წიგნს გვაყარებს ესე იგი რატო რაშია საქმე ადამიანი აღარ არის რომელმაც შეიძლება წესერად ელაპარაკოს საზოგადოებას რომ წაიშალას უყველაფერი თავიდან ბოლომდე ამას იმიტომ ვამბობ რომ მე პირადად ძალიან იმედიანი კაცი ვიყავი ყოველთვის ომის ხასიათზე ვიყავი მაგრამ ძალიან ხელჩაქნეული ვარ იმიტომ რომ როგორც ჩანს უკვე ირაკლი ღარიბაშვილის ძალას აღემატება ის რომ მან თავისი მთავრობა თვითონ ჩამოაყალიბოს მე ამას საწყენად არ ვამბობ მე დარწმუნებული ვარ რომ ამას ირაკლი გაიგებს და მიხვდება ჩემ გულის ტკივილს ჯერ ეს ერთი ამ წუთში აბსოლუტურად არავითარი პრეტენზია არ მაქვს მე თინა ხედაშელის მიმართ აი ამ წუთში როგორც აი ამ შემთხვევაში მე კონცეპტუალურად და შინაგანად ვიცი მაგათი სულიერი კონსტიტუცია ვიცი რაც არის რესპუბლიკური პარტია რანაირად დავიჯერო მე იქ სადაც დამარსებლებიც და ლიდერებიც და წარმმართველებიც არიან ძმები ბერძენიშვილები თავის დროზე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ იმიტომ რომ ზუსტად თქვი მაშინ არ არის აუცილებელი რომ ფიზიკური შეხება ქონოდათ მაშინ ციხეში მაგრამ ციხეში შევიდნენ ძმები და უკან გამოვიდნენ დები მე ფსიქიკაზე ვლაპარაკობ როდესაც ლევან ბერძენიშვილმა წარმართა თავიდან ბოლომდე ქართული მწერლობის განვითარება ბოლო წლებში ეგ იყო გურუ მაგათი ეგ დააჯენდა და აქ წარმოიშვა ის გლახავწერლობა რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პირდაპირ ესე იგი მთელ საქართველოს ეხლა თუ იმას ორიგინალობა გონია ის რომ მე დედაჩემს შეურაცხყოფ და ის მამას შეურაცხყოფს და ეს სად არის ეს ძველი ჩავლილი მოგონილი ხრიკებია ასეთი რამ შეიძლება წარსულში იწერებოდა მაგრამ თავს არ იწონებდნენ ამით ფუნაგორიებით არ გამხდარა ცნობილი პუშკინი თუმცა არაჩვეულებრივი ფუნაგორიები ჰქონდა საერთაშორის ფუნაგორიებს თავის დროზე ყველა წერდა და დიახ ენის ვერზე მადგას ახლა რამოდენიმე არა არ გინდა ფუნაგორიები არ გინდა როცა დღეს შემეკითხა ჩემი ერთი ახლობელი რომ რატო დგამამ ნაბის რატო გინდა რომ ყველაფერს მოცილდე როცა ქართველი ერი და საზოგადოება მოიწვის ტაბულას გადართებ ეუნებიან მე კი გადავთე მაგრამ სხვა არ გადართავს ამას ისეთი ძალა აქვს რომ ვერც ერთი ტანკი და ვერც ერთი საკანონმდებლო აქტი ამას ვერ შეცვლის როცა ილიანუმი ქვია და რა ჯანდაბა ქვია ილიაუნი აი ეს არის ბუდე იქ რატო ეს მაგალითად ეს რა ქვია ბიძინა ივანიშვილის გადაცემა რო მიყავს გამზარდია იქ არის იქ მიყავს ესე იგი ლექციებს კითხულობს იქ და წინა გადაცემაში თქვი და არ შემიძლია რომ არ გავიმეორო და ეხლა მითხრეს რომ ბატონ ბიზინასთან არის ეხლა იქ და არ მე ამის გამო არ გავჭერდები რომ ბატონ ბიზინასთან ზის იქ ხეცი ეს მაწილი კოზირიძე ეკითხება ეს სატანა რომ შენო ეხლა ვიღაცა მეტყვის რომ ეს უკვე ნათქვამი აქვს და ადაჯერ გავიმეორებ იმიტომ რომ ეს პირდაპირ მიანიშნებს მის ქართველობაზე და ქართველობის გარეშე ჩემი კარადა არის უფრო ინფორმირებული ვიდრე მაგათ განათლება შენი მეგობრის დასთან თუ გექნებოდა სექსუალური კავშირიო ეს პასუხობს რომ თუ ის თანახმა იქნებოდაო მაშინ რა უდგას წინო ეხლა აქედან რო ვკითხო მე ამ გამზარდიასაც და იმ კოზირიძესაც რო ვკითხო და პასუხი გამცენ დედა თქვენი რო წყალში იხჭობოდეს და მამა თქვენს ნაპირზე აუპატიურებდნენ რომელს გადაარჩენდით პირველ რიგში ან რა კითხვები ეს გეკითხები რომელ ეთიკაში წერია ან რის გამო არის ეს
ქათამი იყო პირველ რიგში თუ კვერცხი. არა, ეს ძალიან შეურაცხყოფელი შეკითხვაა, რასაკვირველია, ბატონო რესო. ბატონო? ძალიან შეურაცხყოფელი შეკითხვაა. ჯერ ერთი ქართველს ეს არ უნდა კითხო. მე რო ეს ვინმე მკითხოს, მე როგორ შევძლებ ისე გავუსწორდები რა. და არა მარტო ეს კითხვები. აი ახლა ეს და ის ბაბლუანი. გუშინ წინ ნახე თუ გუშინ ამ კოზირიძეს. და იყო ერთი ტყარსალი და ძალიან ისინი არიან უკომპლექსოები გაიგეშენეს, ამას უშირავს ხელში და ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი, რაღაცებს ეკითხება და ეს ვინ არის. და ბოლოს ეკითხება, რომ ეს ქართლის ზედა ხო გაათახსირეს საერთოდ ბოდიში გამოთმისთვის. ამას რას დააჭერინებდი ხელში, ამ ბაბლუანს ეკითხება. კაი მამის შვილი ეს, ჩემ ბოლო საღამოზე პარიზში იყო ჩემთან ეს ბაბლუანი თავის კავალერთან ერთად მაშინ. და სულ კაი განწყობა მქონდა მამამისი თავის დროზე გამეცნო და ლექსები უყვარს, კაი რეჟისორია. ვის ატყუებენ ესენი? და მე ძალიან მაინტერესებს. ვისი პროექტია? აი ეს შვიდობით იარაღო. ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მაშინაც ვიდე ეხლას ვიმეორებ. იქ ისეთი შეპარული თემებია და ისეთი აი ანიკაშვილი უზის გვერდით, აი ხლიკის ის რომ იყო თანაპარტიელი. დიახ, აქეთ მასე რა ქვია, მაესტროზე ძველი უშიშროების თანამშრომელი იყო მაგათან ოდერი ესეთი ის დააჯინეს იქა. და ესე განაბნიეს და ეხლა როგორი სცენარიც არის დაწერილი ოკეანის გაღმა როგორც ამბობენ, ნელ-ნელა ესენი იქნება ნელის შერწყმა. ამ ღარიბაშვილს ესე იგი ამას გააკეთებინებენ, იმას გააკეთებინებენ, მაგრამ ძვირი დაუждდებათ. ირაკლი ღარიბაშვილის ხელის შეხებას ძვირი დაუждდებათ. იმიტომ რომ ემუქრება ეს საფრთხე, ბატონო რესო. ემუქრება? აი საფრთხის წინაშე დგას დღეს ირაკლი ღარიბაშვილი. თუ დავაკვირდებით და ანალიზს გავაკეთებთ ესე იგი. პირდაპირ არ მოწონს დასავლეთს ირაკლი ღარიბაშვილი. რატო არ მოწონს? რატომ? იმიტომ რომ პატრიოტია? იმიტომ დიახ. და ავიცნებათ მაგათ ესე იგი. მე ამ პატრიოტს გვერდში დგომა არ უნდა? თქვენ ეხლა ამბობთ რომ უნდა წახვიდეთ აღარ გინდათ საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობა. ეხლა ესე იგი ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ღარიბაშვილი. მე თუ საჭირო ვიქნები, აგერ ღმერთის წინაშე ვლაპარაკობ ამას. და ეხლა კინაღამ წამოვწეს ქალაქური სიტყვა, მაგრამ მაინც ვიტყვი. ეს შეაბანდი ლაპარაკები არასოდეს არ თავს გავწირავ მე ჩემი ქვეყნისთვის. არა ირაკლი ღარიბაშვილისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის. ჩემი ქვეყნისთვის და იმიტომ დგევარ მაგად გვერდით რომ მინდა რომ ის დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს. და არა ისე რომ მაშინ ნუ გამომეცხადებ ძმო მე რომ ღმერთად მიმაჩნი ხარ და გადამრჩენი ხარ ჩემი და ჩემი ქვეყნის გადამრჩენი ხარ თავიდან ბოლომდე. ნუ შემოიკრიბავ იმ ჟურნალისტებს. აქ GDS-ზე დავინახე ეს თიმსალმაკო. მე და წასული რა ქვია მაესტროდან წასული ჟიჟილაშვილი, რომელიც იყო ბენდუკიძის იმაში ასწავლის რაღაცებს. ასეთ ხალხს ნუ შემოიკრიბავ გარშემო. იმიტომ რომ ჩემი ადგილი არ არის. არ არის ჩემი ადგილი, იმიტომ რომ ისინი სხვანაირად ფიქრობენ თავის ქვეყანაზე. და სულ სხვა ისინი აქვს მიზნები. ოღონდ ფეხზე იდგნენ. და საქართველოს იქნება თუ არ იქნება აღარ აინტერესებთ. ასე რამ შეაძულა ეს სამშობლო ამ ხალხს ვერ გავიგე. და მართლა ძალიან სამწუხაროა. მაყურებელი მობილურით გვიკავშირდება, მოусვინოთ ბატონო რეზო და შემდგომ განვაგდოთ საუბარი. დიახ ისმენ. მოგესალმები, ბატონო ბონდო. მოგესალმები. ბატონო თქვენ სტუმარს, ნუ გეშინიათ ჩემო ბატონო, ნუ ნერვიულობ. ზუსტად მაგათაც ეგუნდათ რომ ყველას ბულები დაგვიხეთკონ და დავწყვიტონ. თქვენო თქვით რომ გავდივარ, თამაშიდან გავდივარო. ეს გამახსენდა გალაქტირის ლექსი დავლიო ჩვენი კარგი დროის შესამდობარი ოდეს პოეტი იყო არა მარტო პოეტი იყო ბედუინი და მეომარი პოეტი იყო მოსამართლე და უფრო მეტი იყო გრიგალი იყო შეტევა იყო მსოფლიო ძალა უგეში მისთვის არ იყო რამ შეფერხება იგი უყვარდათ როგორც ნუგეში იცით რა არის აი ეგეთი ნუგეში ჩვენ არ მოგხსლოდეს რუსთაველი არ მოგხსლოდეს პოეტები და ჩვენ გადავრჩებით. სიტყვა იყო პირველ და სიტყვა პოეტებს ეკუთვნით ჩემო პრესო. ნუ გეშინია, წარმავალია,
წყალი მიდგება მოდგება ქვიშային დარჩებიანო რომ არის ესე იქნება ღვთის უშიშარი ღვთის მოშიში ხალხი არასოდეს ეგეთ თემებზე არ ლაპარაკობენ ამათ ღვთის პირისაგან გავარდნილი ხალხია ყველაფერზე როგორ შეიძლება ლაპარაკი ვაშინერს მეგრუშია ვაშინერს არის აი ძალიან აკრძალვა დიდი მადლობა თქვენ რომ დავიკავშირდით არა პოეტია კარგი სხვადასხვა კარგი ლექსი წაიკითხა შეიძლება მაყურებელმა ვიგრძენი მე ის განწყობაც და ოჯახშვილობას და ქართველობას გასაგებია განათლებაც მეუბნები რომ ეს არის გაქცევა და უშუალოდ რასაც მე ახლა ვამბობ ხო და თქვენ თვითონ ამბობთ რომ ახლა ყველაზე მძიმე სიტუაციაშია ირაკლი ღარიბაშვილი და თქვენ ამ დროს აკეთებთ ამ განცხადებას მაშინ რა ვქნათ ესე უყურო რომ ყოველ დღე ეს ზოპარკში ახლა დაბადებულ ბეგემოც რო გავს ეს რა ქვია ონიანი რო დადის ბანერები და ისა ზონდერი დიახ მაგათ წარმოვიდგინე უცოდ ზოპარკში რო იბადება ბეგემოც რას ქვია წარმოვიდგინე ზუსტად გამეცინა უკაცრავად მერე კიდე ის რომ არის რა ქვია მაპატიოს სვენელმა ფეხის სოკოს ბაქტერიების საწინააღმდეგო ის არის რეკლამა და დარბიან ეს ირმანადირაშვილების ესე ბაქტერიების გვანან ამათ ლაპარაკს როდემდე უნდა უსმინო მაშინ უნდა ავყარო ეს ხალხი და სხვადასხვის შეიძლება მთელი საქართველო არ გამომყვეს მაგრამ დიდი ნაწილი გამომყვება მე და ეს დაგუპავს ქვეყანას ეს უნდა გავიდეთ და სახლებიდან გამოათრიოთ და უნდა ატყვეს უბედურება არა ეს ამის გაკეთება არ შეიძლება ბატონო რეზო მე მაგის ნერვები აღარ მაქვს ბონდო რომ დავიждე ახლა და ესეთი ლიტერატურული პრანჭეობით ვესაუბრ ამათ რომ იცით რა ეს არ შეიძლება და ესა თქვენ ძალიან დიდი და სერიოზული შეკრება გამართეთ რუსთაველის თეატრში ძალიან სერიოზული ხალხი, ინტელექტუალები, პატრიოტები, ქვეყნისთვის თავდადებული, დამსახურებული ადამიანები შეიკრიბეთ. არ შეიძლება რომ ხშირად იმართებოდეს ასეთი შეხვედრები, ხშირად იმართებოდეს შეხვედრები მოსახლეობასთან, თუ გნებავთ რეგიონებში, თუ გნებავთ დედაქალაქში. აი როგორ და რო იაქტიუროთ ბატონო რეზო, პირიქით, გაქცევა არ არის გამოსავალი. ანგარიში არ გავხსენი. ანგარიში არ გავხსენი ლაზარეს, იმიტომ რომ მაშინ თქვი ეხლაც ვიმეორებ. სადაც ფული გაჩნდება, იქ ამ საზოგადოებას უკვე მოგრეცელი აქვს twini. რისი ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დამისახელე ძმო იქნება მე სულ დავბერდი გამოვხდები დაბრმავდი. რომელსაც ქართულად უძგერს გული და აი ქართულ თემებს ემსახურება. ან ვინმე დააფინანსა ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები? აი გეკითხებით ახლა რა ძალა იკვეთება, ხო ხედავთ? ეს ბიჭი დგას, ხო ხედავთ ორჯერ მოვკარი თვალე მე ნერვები ამეშალა და დავანებე თავი მაგათ იყურება კვერცხი უდევს იმას ამ იდიოტს ის რო არის გიმნებს ოწერდა ის რა გვარია ისა თვალები ჩაღრმებული შოკოლადით მოდუდგნულ გენერაციას რო გავს ის ხაჩიძე კვერცხი უდევს და სპექტაკლი ერთი წელი ემზადებოდნენ ამ ავტოპორტრეტი მიუტანია ხო სტუდიაში ეს ბიჭი სტუდიაში კი არა რა პარლამენტში ბიჭი დგას და ომობს ეს კარალევა მარგო რომელიც ესე იგი ერთ დღეში გადატრიალდა და მეუნებიან რა დაანებეთ თავს კი არ დავანებებ ესე იგი რომ დადის მაგას ხათვის ამოტყობობა ხო რა კერძესია ლამის ამოხდეს დაждდება სადე ჩადებული ესე კარალევა მარგო ირაკლი ალასანია თავის იმითი რა ქვია ვიცარიან ერთ დღეში რომ თურმე აღარ შეიძლება ამას დაყובნა. ბენზინა ივანიშვილის ბრალია რომ ეგენი ადამიანებად აქცია. რესპუბლიკული პარტია რომელიც ყველაზე ჭკვიანია და თავის დროს ელოდება შეხარჩენი ბატონი რეინკრირებული ნაციონალური მოძრაობა რომელიც ესე იგი ეხლა სხვადასხვა გზებს ეძებენ. აი ეს ყველაფერი და გარდა იმისა ის უკმაყოფილო ხალხი რომელიც ბაზრებში ვნახეთ ჩვენ რომელიც კარგად ფინანსდებიან ამათგან რა მორალური უფლებით გადის ნანუკა ჟორჟოლიანი და რა მორალური უფლებით გადიან ესენი და ხალხს ელაპარაკებიან რომ გაჭირვებული ხარ შენ ესე იგი ხო ძალიან გიჭირს და ნახევარსაათში დაატრიალება მარაოს და ბოდიში მაპატიოს მაყურებელმა ბოლოჯერ გამოვდივარ ეს მარაოს ბოზები ესე იგი 75,000 ევრო თუ რაღაცებს იძახიან და
დაძრებიან ერთმანეთის სასვლებში და არის საჭმელების კეთება და ერთი ტყარსალი და ერთი ისა. რა მორალური უფლებით გამოდიან ეგენი? ის ხალხი ბაზარში დადის და სახელმწიფო გადატრიალება უნდათ, რომლებიც წელამდე სისხლში დგარან და გვიმეორებ. არანაკლებად დამნაშავეები არიან იმ რეიქსბიურერებზე. და ამას ერთად მოვისმინე კიდე ვინ თქვა? გია ჯორჯოლიანმა თქვა, აქ იყო, აქ მოусმინე. რომ ახლა ვინცო მოინანიებსო და ვინც ესე იგი იტყვისო რომ აი მე დამნაშავე ვარო, ესენი იყვნენ ასე. ერთი დამისახელეს რა. ან გიამ დამისახელოს ან შენ. ვინ შეიძლება მოინანიოს? არა, ჩვენს წინაშე მონანიება რა. ადამიანების წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი ოჯახები გაამწარეს. ეხლა ჩემთან რომ მოინანიოს, მე ვაპატიო. იმ ოჯახმა ხო უნდა აპატიოს. ვინც გაუბედურდა. კაცო, დაუშვათ იმ ოჯახთან მოინანიოს. მე სხვა მონანიებაზე ვლაპარაკობ. წაშალეს. ჩვენ ხარ გონია რომ ესე იგი ეს უკვალოდ ჩაივლის სასმაკეთმა გააკეთეს. არა, ეს დიდი ხანი კიდე თავს არაერთხელ იჩენს, არაერთხელ. ეს 9 წელიწადი ჩვენ კიდე ერთი ათეულწლობით შეგვახსენებს თავს. კიდევ ვიმეორებ. არ ვიცი ახლა შეიძლება ვტრაბახობ, მაგრამ ისეთი თვალი მაქვს რომ მე არ ამგონია რომ რამე ეს მიშა სააკაშვილი აი გაძიძგნილია კალორი გორმონებით. აი გაძიძგნილია ესე იგი. არ როგორ დარბის ესე იგი. სად შეულობს ამდენ საღებავს ეს უპატრონო და არ მინდა რომ გამომჩეს. მე არ ვიცი ჩვენ რამდენი დრო დაგჭა. არ მინდა გამომჩეს უმთავრესი. შიდა საშიშროებები გასაგებია. მე მაინც ვიტოვებ ჩემთვის იმიმეც, იმიტომ რომ მე ხო ჩემი მატარებელი ჩავლელია და ამიტომ არ მინდა რომ მე ისეთ რამებში მივიღო მონაწილეობა, რისი შინოც აღარ მექნება. ეს არ მინდა. მაგრამ რატომღაც მაქვს იმედი რომ ესე იგი ქართველი ხალხი მაინც ბოლოს ესე იგი თუ იხულა ერთი მე არც ამა დაუგდებს ხურს. ამას ვერ გააჩერებს ვერავინ. და აქ ატყდება უბედურება, რომელიც სამუდამოდ დამარხავს ამ ქვეყანას. მაგრამ ამის გაკეთება არაფერ შეიძლება. არ შეიძლება აქამდე მივიდეთ. ჩემო ბონდო, დღესვე შეიძლება. იმიტომ კი არა რომ მე დიდი ისა მაქვს, რა ქვია, დუტას ვიპლაძებრო თქვა რომ პოპულარობა ვერ მოიპოვო. თქვენ? ხო, შემძეთ. იმიტომ რომ ჩემნაირი სულ თქვენზე ლაპარაკ აღარ დაგიმალოთ ბატონო რეზო და სოციალურ ქსელებში რასაც მე ვხედავ. სულ თქვენზე ლაპარაკობენ და თან იმას ამბობენ. საიდან იგონებს ასეთ სიტყვებს, ასეთ შედარებებს, ასეთ მეტაფორებს, საიდან მოსდის ეს შედარებები? სხვათა შორის ძალიან ბრაზდებიან, ძალიან ღიზიანდებიან, მაგრამ სულ თქვენზე ლაპარაკობენ, ასე რომ თქვენ არც პოპულარობა გაკლია და არც ავტორიტეტი, რომელიც პოპულარობაზე მეტია. აი ვაშაძე რო არის, უკან რო აქვს მეორე თავი. დააკვირდის? დიახ. გიორგი ვაშაძე. ორ თავი არის. ძმა გაუთხოვდა მაგას. რა? ხო, ძმა ამერიკაში გაუთხოვდა. არ ვიცი მე კარგი იქნება თუ მაგასაც გაათხოვებენ. არ უჩვენებიათ მისი ქორწილი. რუსთავი ორზე არ უჩვენებიათ მისი ქორწილი. რუსთავი ორზე და კიდე მინდა ვიკითხო, აი სხვაგან წავედი ხა. დიახ. უკაცრავად რომ მაინც ამას დავამთავრებ და მე ის თქვას ვიდეო და გავაგრძელებ. ხო ამბობენ ეს ჩვენი დემოკრატები და ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც აშენებენ ისეთ საქართველოს, რომელიც ღირსი იქნება რომ შევიდეს ევროპაში, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ სოფლიოს ნაწილი, რომ ჩვენც ისე უნდა მოიქცეთ როგორც ისინი. ხო ამბობენ ისინი, რომ გომოსექსუალობა ეს არ არის ეს ავადმყოფობა არ არის ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ეს იგივე საზოგადოების წევრია, რომ ის იმსახურებს პატივისცემას. მე არ ვამბობ იმას, რომ მეც გეტყვი, რომ დავინახო ქუჩაში ვიღაცა ხელს ურტყამს, პირველი მე შეიძლება იმას გამოვგლიჯო და გადავეფარო. მაგრამ ის რომ მე წამოვა და ყურიდან ენას გამომიყავს და ჩემი შვილის დასანახად მის ჩაყოცნის წააქცევს, იმას ვერ ვაპატივებ, მაგრამ ეს სხვა თემაა. ხო ამბობენ ამას. მაშინ რატომ ალავენ? რატომ ალავენ, რომ თვითონ არიან გომოსექსუალისტები? რატომ ალავენ, თუ ასეთი ის არის ესა? თუ ადამიანს უდათ, რომ მე ჩამოვწერო კარგად, ჩამოვთვალო, ჩამოვასახელო.
ეს ჯერ ეს ერთი გლობალური ამბავია და ყველაფერი მზადდება ეხლა, აი ეს რაც ხდება ეხლაც. აი ეს გაცვლილებებს რაც ხდება, სულ ყველაფერი ნელ-ნელა მიდის იქითკენ, რომ უეჭველად, აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. აუცილებლად შევა პარლამენტში კანონპროექტი, რომ საქართველოში უნდა დაკანონდეს ერთსქესიანი ქორწინება. ამას არასოდეს დაუშვებს, მე მგონი საქართველოს მოსახლეობა. ეს ვერ აპატიეს ირაკლი ღარიბაშვილს. მან თქვა, რომ ასეთ კანონს არავითარ შემთხვევაში არ შეიტანენ. ეხლა კონტრკითხვას მისვამენ მე. ესე თუ არისო, მაშინ რატო თქვაო, რომ ის კანონი უნდა მივიღოთო? ავიწყდება ამ ხალხს, ესე იგი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რას უკნა მთელ სოფლიოს ვანახეთ, ესე იგი, ჩალა გახდა ყველგან. ვითომ ეხლა მარტო ამათთან არის ეს რა ქვია, დოლარი გაქცეული. ამას წინათ სადღაც თქვი და იმ წუთში ქადაგიძე რო არის. უკვე ჩამოვიდა წარმომადგენელი სოფლიო ბანკის თვეში და საერთაშორისო საერთაშორისო თითი წინ გაიხედა და თქვენ აქ არაფერ შუაში არ არის ქადაგიძე. და ქადაგიძე, ხლა მე არც ფინანსისტი ვარ და არც ბანკში მქონია ფული და ფული თუ მაქვს, ვიცი სადაც უნდა წავიდე. და რაც როგორც მოიხმარო ისა. ესე იგი, იმ წუთში გადაეპარეს. თლიანად თელი სოფლიო დგას ამად გვერდით. რის იმედი უნდა მქონდეს მე? ამ ახალგაზრდა ბიჭმა რამდენ ხანს უნდა იომოს? ან ბიძინა ივანიშვილმა რა უნდა გააკეთოს, ესე იგი, დაახჭვეს. და ეხლა თავისთავად ცხადია ეს ტანკები შემოვაქა და მივდივარ იქამდე რაც უნდა მეთქვა. სადაც ფეხით ჩადგეს მაგათმა. აი ეს დესანტი რო გადასხეს უკრაინაში. სადაც ფეხით ჩადგეს, იქ ყველაფერი ნელ-ნელა მოისპობა. და ვერავინ ვერ დამაბრალებს მე რუსოფილობას, იმიტომ რომ აი ზოლამდე ამერიკელი ვიყავი, ამერიკანისტი ვიყავი ზოლამდე. და ის რომ არის რა ქვია, ლომჯარია, აი დააკვირდით ვის სტომატოლოგიურ აპარატს, ეს წინ აქ წამოწეული ბულტერიერივით. მე რომ შეიღებათ მე მით უმეტეს. მე ქალების შეურაცხყოფა არ მიყვარს, მაგრამ ეგენი რა ქალები არიან, ეგენი ტრები არიან. გამოაცხადა რომ ძალიან გაიზარდა საქართველოში რუსების მოყვარული ხალხი და ხალხი შეწრიალდა რუსებისკენ და ამა მოხედეთ და აი რა ვიცი სოს ესე პირდაპირ მიმართა ჩამოსული. ვისი ბრალია ესა? როცა შენ ამერიკელი ხარ თუ დასავლელი ხარ თუ მთელი ისტებლიშმენტი, მთელი დიპლომატიური დასავლეთის მოღვაწეები და დიდი თანამდებობის ხალხი, მაკეინები და ისინი კბილებით იცავ ჩემი ქვეყნის გამანადგურებლებს, ჩემი ქვეყნის დამაქცევარებს. მაშინ თავისთავად ცხადია ხალხი ზურგ შეგაქცევს და მიტრიალდება იქით, საითაც რაღაცა ხსნას ელოდება. მაყურებელი გვიკავშირდება ბატონო რეზო, მოусმინოთ მობილურით გველოდება დიდი ხანია. დიახ, ისმენთ. გამარჯობა. აუცილებელი ჟურნალისტა, ნამდვილად აი ქართველი რაღაც სიყვარულის მატარებლის და გამარჯობა კიდე თქვენ სტუმარს, რა ვიცი, რა სტუმარი კი არა, ეს არის რა ვიცი, დღევანდელ საქართველოს ესეთულად გარკვეულწილად კაცობის, ადამიანობის და ვაჟკაცობის პატრიარქი. ბატონო რეზო, ერთი კითხვა გვაქვს თქვენთან. ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება? აი დღეს ეს ბატონი რეზოს ეს რაღაც ნოსტალგია, ეს გამოსვლა რაღაცაირად ჩვენ ეზატიდან გირეკავთ კასპიის რაიონიდან, ეზატიდან. რაღაც ცოტა პესიმიზმზე გვაყენებს ბატონო რეზო. არ მესმის რა. ხო არ დადგა გადამწყვეტი აი ბრძოლის დრო, ხო არ დადგა გადამწყვეტი ბრძოლის დრო, რომ მივხედოთ მართლა ჩვენ აი ბეთმოსტომს და საქართველოს და გასაგებია, თუნდაც ისმოდა, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლის დრო ხომ არ დადგა ასეთ პესიმიზმი, რატომ შემოგერია? აი რვა პატრიცემული ადამიანის მსგავსად უამრავი ზარი არის ჩემთან, ესე იგი და ხალხი ყველაფრისთვის მზად არის, ოღონდ აი ამ ჯღანვას აღარ უყუროს აი ამ. აქაც ბევრი რეკავს, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ ბრძანოთ, თქვენ ისე თქვით რომ ეს არის ბოლო გამოსვლა ჩემიო, რომ არ მინდა რომ შეგაწყვეტინოთ, ასე ვთქვათ, საუბარი. ესე იგი, დაუშვათ, ესე იგი, ჯერ ეს ერთი
მე სულեք დავწყვეტე იმის აღიარების რომ მე ფიზიკურადაც აღარ ვარგი ვარ. ფიზიკურად აღარ ვარგი, ნერვები აღარ არის ამათი ყურების, ესე იგი. ან მე მაქვს ორი გზა. ან უნდა დავრჩე, სადაც ვარ და ესე იგი ყოველ წუთში უნდა მივიღო მონაწილეობა იმ ომში, სადაც ვიყავი ამდენი ხანი და ხმალა მოღებული ვებრძოდი მაგათ, ან არა და უნდა გავიდე ქუჩაში და დავიყვირო რომ აბა ვისაც წამოსვლა გინდა წამოდით. ან დავიხოცოთ, ან ეს ოხრები ერთხელ და სამუდამოდ გადავაშენოთ. ეს მეორე გზა ერის ღალატის ზონეზე არის. ამის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ კი არა რომ სისხლის მეშინია, მე ან მე მომკლავს არ რაღაცა. გაგწყვეტენ. ამას არავინ არ დაუშვებს. რა რჩება? რჩება ის რომ უნდა დაიკრიბო ხელები და უყურო ამ შოუებს, ესე იგი. და ამ აკუბარდიას ლოკონებიანი ცოლი მოიყვანს აქეთ ამ ნაციონალებს, აქეთ ამათ დააჯენს არის ერთი ძიზგილოობა, გადავთავ იმეც იქ უარესი ხდება კიდე, მე ესე იგი ერთ კონჩიტას წვერი გავაპარსინე ამ ჯაჯანიძეს, ეხლა მეორე კონჩიტამ გაუშვა წვერი ამ გაბუნიამ, რა უნდა ვერ გავიგე, რა ხდება საერთოდ. რუსთავი 2 არის მისახედი, აი ჩემი ულტიმატუმი. ეს ხო კერძო სტრუქტურა როგორ უნდა მიხედონ? არა. ჩემი ულტიმატუმია პირდაპირ ვაცხადებ ამას. საზოგადოება თუ შეიკრიბება და საზოგადოება თუ მოითხოვს იმას, რომ ეს იქნება, რა ქვია, საზოგადოებრივი არხი, იქნება კერძო ბიზნესი თუ რაც იქნება, რომელიც ანგრევს შენს სახელმწიფოებრიობას, შენს სულიერებას და ანგრევს იმას, რამაც გადაგარჩინა და 1000 წლეულები გამოგატარა, იქ დავანებოთ თავი ამ იურიდიულ მარწერებს და დემოკრატიულობას თამაშეს. დავანებოთ თავი და ყველა მიიღოს თავის პასუხი. ან ჭკუაზე მოვიდნენ, ან არა და მერე იძულებული გახდება ხალხი, რომ ცოტა ისეში წაუჭიროს ხელი ზოგ-ზოგი ერთებს. და ერთხელ და სამუდამოდ ამ ეთერიდან მინდა მიმართო. იქ ბარათაშვილი იქნება, გოგელია იქნება თუ დადიჩხელიანი იქნება, საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოებრივი არხი თუ არ დაემგვანება საზოგადოებრივ არხს, აი ერთადერთი რის გამოც მე შეიძლება მოვტრიალდე უკან და ხალხს წინ გაუძღვე და არა იმითი რა ქვია რევერანსებით და იმითი ყვავილებით. და მე ნახონ მაგათმა პეპელა ჩამოვარდება თუ ფოთოლი. საზოგადოებრივი არხი მაინც მოვიყვანოთ იმ ჭკუაზე, რომ ცოტა რაღაცა ქართულად რაღაცა ადამიანმა მოისმინოს და იმედი მიეცეს, რომ ეს ახალგაზრდობა გადაგვირჩება და ქვეყანა ფეხზე დადგება და კიდე რა. დიახ. ყველა პარტია, რომელსაც უნდა თავის ქვეყნის სიკეთე, პირველ რიგში უნდა მუშაობდეს ახალგაზრდების შესაკრებად და მოსაზიდად და იმ ჭკუაზე დასაყენებლად, რომ იქ არ დარბოდეს კლუბები რა, 1000 კლუბები და 1000 უბედურებები ხდება იქა, რომელიც მოეპარეს საერთოდ ნაციონალებმა თაობები. ახალგაზრდობა უნდა მოიზიდოთ და გაერთიანონ, თუ უნდათ ეს ქვეყანა გადარჩეს და სხვანაირად ეს ქვეყანა არ გადარჩება. მაყურებელს მოусვინოთ, მობილურით ვიკავშირდება და შემდგომ მოგისმენთ კიდევ ბატონო როცა. დიახ, ისმენთ. საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. ბატონო, ხვალ 9 მაისია და თითქმის ყველა არხს საქილიკოთ სუბუქად რომ თქვა გადაქცეულებს. ეს თემა ამასინათ უსმენდი სომხეთის პრეზიდენტისა და პოზნერის საუბარს. ხო და ნარვიცი საათ ნახევარი იყო თითქმის ეს საუბარი და გამოვიდა რომ თითქოს სომხეთს დაუკარგავს პროცენტულად ყველაზე მეტი და რა ვიცი აი თეთრი შურით შემშურდა იმდენად იყო წარმოჩენილი სომხეთის ასე ვთქვათ დიდი წვლილი ამ ომში. დადევაშავეთ ჩვენ ქართველებმა როცა ამის გამარჯვებელი არის ქართველი ამდენი დაიღუპა ჩვენი ქვეყნიდან ამდენი ქართველი და ჩვენ ასე უცნაურად საკუთარ თავს უჩქმალავთ მალავთ და რა ვიცი კიდე რა ვთქვა თქვენ რა სიტყვით რა უშლის ღარიბაში უსხავს რომ ამ ახალგაზრდა კაცმა თუნდაც არ ვიცი ნუ თუ არ შეიძლება რომ ცოტა უფრო სხვანაირად იყოს ყველაფერი უნდა მოვითხოვოთ ეს. მადლობთ. ისე მართლა საინტერესოა. მე არ მომისმენი ასეთი განცხადება, მაგრამ თუ სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი პროცენტულად ხვალე შეიძლება გამოაცხადა, რომ სტალინის სომეხი იყო და მიითვისონ ასე ვთქვათ გამარჯვების მეთაურის ვინაობაც, წარმომავლობა. სულ მე გეფერო შეკაიდეთ მამიშვილო სომხებს ვეუბნები, რამდენი ლექსი მაქვს დაწერილი, რამდენი მეგობარი ვყავდა, ძალიან მიყვარან, დიდ პატივს სცემ.
მაგათმა თუ ის არ გაიგეს რომ მოჩვენოთ ესენი გეგენი აფერს როგორც ჩვენ უმაგათოდ ჩვენ ერთი ბედის ხალხი ვართ და მე ხლა არ მინდა დიპლომატიური მით ვილაპარაკო ნუ გამეჯიბრები იმიტომ რომ მე ყოველთვის მიყვარდი და პატივსცემდი და ნუ ჩამისაფრდები კიდე აი ეს არის რაც ის თქმა მინდოდა ახალგაზრდებზე საუბრობდით თქვენ ახალგაზრდები ფაქტობრივად ყურადღებოთ არიან და სხვადასხვა კლუბებში, ღამის კლუბებში და სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებში ატარებენ დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მართლაც. ქვეყანას მომავალი წაართვა, მოპარა თქვენ ესე ბრძანეთ, სააკაშვილმა ქვეყანას მომავალი მოპარა. ამის ნიჭი ჰქონდა იმ შლექს. ბუჩქებში გადადით, ესე იგი ახალგაზრდაკაც ბუჩქებში გადადით, დადიოდა დისკოთეკებზე ესე იგი ეუბნებოდა რომ ეს თქვენნაირი ვარ და აი ამან ყველაფერმა იმუშავა მე ძალიან ადვილი მოსატყუებელია მაშინ იმიტომ რომ ის დროიტა ის საფუძველი გამოაცალეს ოჯახშივე ის ოჯახები გადააგვარეს ბიბლიოთეკა აღარ არის საქართველოში ზმო ქართული წიგნი აღარ არის ნახე როგორ აი ეს X ფაქტორი იქ რამოდენიმე ნიჭიერი კაცი გამოჩნდება მაგრამ დანაჩენი რა ჯღავის და რა სყვირის და მე გადახედეთ იმას რა ქვია ჟიურის რა კაი 4 გოგოზის იქ ერთად თუ ზოგს ულაშები აქვს ზოგს არა აქვს კარგად კონტროლშობენ ბატონო რეზო ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება უკვე უკაცრავად რომ მეცინება ხოლმე ისეთ შედარებებს აკეთებ არა გაქვთ ოპტიმიზმი ბატონო რეზო ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხალხს ოპტიმიზმი ჭირდება როდესაც თქვენისთან ადამიანები ხელს ჩაიქნევენ მაშინ რა გაქნას იმ ხალხმა რა ქნას რომელსაც ხელი არ მიუწვდება არც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე არც საჯარო გამოსვლებზე არც ამდენ ადამიანთან კონტაქტი ურთიერთობა არ აქვს არც ამდენი ადამიანის კეთილგანწყობა და პატივისცემა აქვს ჩვეულებრივი ადამიანია იმ შრომელი ადამიანი და ეხა გიყურებთ და თქვენ ხედავთ როგორც ჩაიქნიეთ ხელი და ამბობთ რომ აზრი აღარ აქვს ამას ყველაფერს მაშინ ხალხმა რა გააკეთოს მე ჯერჯერობით ესე იგი იმის გამო რომ ჩემი ემოციურობით ჩემი გნებავთ უწყინობითაც რომ დაწყნარდნენ ჩემი ოპონენტები და ჩემი დაუყირებლობით და იმით რომ მე არ შემიძლია ესე პოლიტიკური განჭვრეტები ცოტა ხანს გავჩერდები ჩემთვის დავეგდები იმიტომ რომ მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ სულ ამომიწყვიტონ მთელი ოჯახი აი 4 შვილთაშვილი მყავს და მთელი ოჯახი რომ გადამიბუქონ მე არ დაუშვებ როგორც ერთი ქართველი რესპუბლიკელების ბატონობა საქართველოში და აი იმ ფსიქიკის იმ მორალის და აი იმ განწყობის ხალხის ბატონობა საქართველოში არ დაუშვებ ამერიკასაც კისერი უტეხია რუსებსაც კისერი უტეხია და მიმიფურთხებია ყველა იმ ქართველისთვის ვინც გულხელ დაკრეფილი მოითმენს იმას რომ თურმე დავით უსუპაშვილის სიტყვები ეს ჩემი არ არის მე შვილებს ისე არ გავზრდიო რომ იმათმა სამშობლოს თავი შეწირონო თვითონ გადაწყვიტონ უცა გაიზრდებიანო ბატონო რეზო აი თქვენ მიადექით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანესია რამდენიმე გადაცემაში ამაზე გავამახვილე ყურადღება გაქვთ თუ არა იმედი რომ გვეყოლება მთავრობა რომლის მიმართაც ნდობა ექნება ქართველ ხალხს და ხალხს ეცოდინება რომ ეს არის თავდადებული ქვეყნისა და რწმენისთვის ეს ხელისუფლება და ეს მთავრობა დღევანდელზე კი არ გეკითხებით პერსპექტივაში გეკითხებით სხვანაირად ვერ გადარჩება საქართველო ვერ გაძლიერდება და ვერ გაიმარჯვებს მე დღევანდელზე გვასუხობთ რომელიც არის პერსპექტივა დიახ დაანებონთავი ირაკლი ღარიბაშვილს მისცენ საშუალება თვითონ შეარჩიოს მინისტრიც თვითონ შეარჩიოს პრიორიტეტებიც თვითონ დასახოს სამომავლო გზა თვითონ იყოს პასუხისმგებელი თავის აქციელზე და ეს ქვეყანა შეიძლება თლიანად არ დაალაგდეს მაგრამ დადგება წელში გასწორდება მე რატო დავარქვი ლაზარე იმ ორგანიზაციას რომელიც შექმნი ხალხი წამოდგა გასწორდა წელში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ესე იგი რევერასად არავინ არ ჩავმართვას მე მაგ შენიშნები
ბატონი ბიზნეს მიმართ და ეს შენიშვნები თქვი, რომ მის გარშემო მე არ მინდა დავინახო ეს პრანსმარო ლიბერასტები, რომ იქითაც არიან და აქეთაც არიან. მაგრამ კაცმა, რომელმაც ესე იგი პირველივე დღიდან აი განაცხადა თავი გადადო სასიკვდილოდ, რომ მისი თავარი სამხედროება შინაგანი კონსტიტუცია არის ოჯახის შვილობა, ქართველობა, საქართველოს სიყვარული და მისი მთელი საქმიანობა არის ქართული, აბსოლუტურად. მე ვერავინ ვერ დამაბრალებს იმას, რომ მე ვინმე შეუძლია მიყიდოს. თუ ამის მცდელობა ექნებათ, ჩემი ყიდვა თუ უნდათ, არა? მიყიდონ ერთი რანაირი საყიდელი ვარ და მე გამოჩნდება ეს ყველაფერი. მე ბიზინა ივანიშვილმა მიყიდა პირველივე დღეს, როდესაც გამოვიდა მისი შვილი და თქვა, რომ თხებით ერთ-ერთამდე ქართველიო, თქვა. მე ბიზინა ივანიშვილმა მიყიდა მაშინვე, როცა გამოვიდა მისი თვალშონიერი მეუღლე და განაცხადა, თუ ჩემ ქმარს მოკლავენ, მე გავაგრძელებ მის გზას საქართველოს გადასარჩენათო. ეს 2012 მაშინ წლის მიყიდეს დასაწყისში. მე. დანარჩენი, ეხლა ვისაც უნდა როგორც ისე გაიგოს და ვისაც გულისხმობ, იმანაც კარგად იცის და ხალხმაც კარგად იცის, ვისაც გულისხმობ და მე ხო ვიცი და ვიცი. მე არასოდეს არ ვითვალთ მაქცია, მისი ერთგულიც ვიყავი, მისი ერთგული დავჭი ბოლომდე, გლახა სიტყვა ვერ მათქვევინეს და მე ერთი დღის მეგობრობა არ ვიცი. ამიტომ ვიტოვებ იმეც, რომ თავი გადადებული თავი სამშობლოსთვის, იმიტომ რომ ცხოვრება ერთია, მე ვიტოვებ იმეც, რომ ბიზინა ივანიშვილი აი ამ ახალგაზრდა კაცს დაუდგება ბოლომდე გვერდით და რამდენის არ უნდა იჭიჭყინონ გარშემო, ესე იგი და რა იმედებიც არ უნდა კონდეთ თავიანთი გამოცდილებით და თავიანთი ინტელექტით, როგორც ესენი ამბობენ. არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ მაგათ ავიწყდებათ პარტიების გარდა, establishment-ის გარდა, რომელიც არის და დასავლეთის გარდა არის კიდევ ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი ყოველთვის ჰქონდა იმის იმუნიტეტი, რომ ერთ-ჩვენი დღეს იქუხებს და გადარჩება. დიდი მადლობა ბატონი რეზო ამაშუკელი, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, სტუმრობდა ობიექტივის საღამოს სტუდიას. მე ჟურნალისტი ბონდო ძინერაშვილი ვარ. კარგად გრძანდებოდეთ.